აღდგენილი ვერსიის ნეგატივი და პოზიტივი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში განახლებულ ვერსიაზე ავტორებმა 2 წლის განმავლობაში იმუშავეს. უხმო ფილმის ნახვა უკვე მუსიკის თანხლებითაა შესაძლებელი, რომელიც ამ ფილმისთვის სპეციალურად კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ შექმნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს შესახად გადმოეცა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ფირი, როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენთან უკვე ძალიან საიმედოდ იქნება დაცული ქართული კინომემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მოვიტანეთ არქივში რესტავრირებული ფილმის ასლები პოზიტივზე და ნეგატივზე, რომელიც დაიბეჭდა გერმანიაში, რესტავრაცია ჩაუტარდა ავსტრიაში და ეხლა ჩვენ აი შესანახად მოვიტანეთ არქივში, რადგან ჯერჯერობით ყველაზე კარგი პირობები რასაკვირველია სახელმწიფო ეროვნულ არქივს აქვს. ფილმი რაჭა ლეჩხუმი აკაკი წერეთლის 12 დღიან მოგზაურობას ასახავს. საქართველოს ეროვნულ არქივში კინოისტორიკოს კარლო გოგიძის მიერ 1954 წელს აღდგენილი ვერსიაც ინახება. ახლად რესტავრირებულ და აღდგენილ ფილმში 2 წუთიანი დღემდე უცნობი ეპიზოდი შევიდა, რომელიც თავის დროზე კარლო გოგიძემ თავის ვერსიაში არ შეიტანა.